სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ათურთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, მეც არ მქონდა ეს კარგად სინათლით გაგებული, ნათლად გაგებული, ლაპარაკია გვირგვინი, რომელსაც ჩვენ გვპირდება იესო. და პიროვნებას აქვს ეს ფიზიკური გვირგვინია თუ ეს არის სულიერი რამ. სალამი ჯონ, მოგესალმებით, მე მქვია ჯონ ფორდი. ძალიან სახელი, ძალიან ისეთი ცნობილი სახელია, ხო, ცნობილი კინორეჟისორის ჰოლივუდში. რამდენიმე კვირის წინ თქვენ ასწავლიდით და ახსენეთ, რომ მორწმუნეთა გვირგვინი არ იყო ფიზიკური, არ არის ფიზიკურიო, არამედ და არ არის ეს მატერიალური გვირგვინი, არამედ ეს იყო სიხარულის გვირგვინი, რომელსაც ჩვენ განვიცდიდით ვინმეს ქრისტესთან მიყვანით. უბრალოდ მაინტერესებს, როგორ ჯდება ეს გამოცხადების წიგნის მესამე თავის მე-11 მუხლში, სადაც ფილადელფიის ეკლესიაზეა საუბარი და მე წავიკითხავ ამ ადგილს მე-7 მუხლიდან. ფილადელფიის ეკლესიის ანგელოს მისწერე, ასე ამბობს თქო წმინდა, ჭეშმარიტი დავითის გასაღების მქონე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს. ვიცი შენი საქმენი, აჰა, მოგეცი შენს წინაშე ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუც. მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი. აჰა, გადმოგცემ სატანის სინაგოგიდან მათ, ვინც იუდეველს უწოდებს თავის თავს, არ არის და არ არის, არამედ ცრუობს. აჰა, ისე მოვაწყობ, რომ მოვიდნენ და თაყვანი ქცენ შენს ფეხთა წინაშე და გაიგებენ, რომ მე შეგიყვარე. რა კი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელი ჟამისაგან, რომელიც მოვა მთელ ქვეყანაზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი. აჰა, მალე მოვალ, გეჭიროს რაც გაქვს, აი ახლა რა აქ არის ლაპარაკი. გეჭიროს რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი. და ამაზეა ლაპარაკი, რომ ფიზიკური გვირგვინი გეჭიროსო. გამარჯვებულ სვეტად დავადგე ჩემი ღვთის ტაძარში და გარეთ აღარ გავა. დავწერ ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისაგან და ჩემს ახალ სახელს, ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. ჯონ მაკარტური პასუხობს, დიახ, მართალია, ის რასაც ის ამბობს იქ, ის ნამდვილად არ გულისხმობდა ფიზიკურ გვირგვინს, თორემ ისინი აუცილებლად ივლიდნენ და ჩაეჭიდებოდნენ მას. ის ამბობს, რომ არ დაკარგოთ თქვენი სულიერი ცხოვრება და არ დაკარგოთ თქვენი ჯილდო. და გავიხსენოთ იოანეს მეორე წერილში, მერვე თავში, მერვე მუხლში რას ამბობს. ცნობისათვის იორეს მეორე წერილი უფრო პატარა ყოფილა ვიდრე მესამე, ერთი მუხლით. და მერვე მუხლზე ლაპარაკი, მაგრამ მე მთლიანად წავიკითხავ ამას, რომ შეგექმნათ თქვენ შთაბეჭდილება. უხუცესი რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომლებიც მიყვარს ჭეშმარიტებაში და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც ჭეშმარიტება შეუცვლია. ჭეშმარიტებისათვის ჩვენში რომ მკვიდრობს და უკუნისამდე ჩვენში იქნება. მადლი, წყალობა და მშვიდობა იყოს ჩვენთან მამა ღმერთისაგან და მისი ძის, უფალ იესო ქრისტესაგან, ჭეშმარიტებასა და სიყვარულში. დიდად გავიხარე შენ შვილებს შორის ჭეშმარიტებაში მავალი რომ პოვე, როგორც მამისაგან მივიღეთ მცნებად. ახლა კი გთხოვ ქალბატონო, ისე არა თითქოს ახალ მცნებას გწერდე, არამედ იმას, რაც დასაბამინა გვაქვს, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. სიყვარული კი ის არის, რომ მისი მცნებების მიხედვით დადიოდეთ. ეს ის მცნებაა, რომელიც დასაბამინა გესმათ, რომ მასში დადიოდეთ, რადგან მრავალი მაცდური შემოვიდა ქვეყნიერებაზე, რომლებიც არ აღიარებენ ხორცში მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცდური და ანტიქრისტე. თავს გაუფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ის, აი აქ არის, რისთვისაც იხწოდით, არამედ სრული საზღაური მიიღოთ. ყველას, ვინც შორდება და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, ღმერთი არ აყავს. ქრისტეს მოძღვრებაში ყოფს მამაც ყავს და ძეც. და თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, სახლში ნუ მიიღებთ და ნურც მიესალმებით მას, რადგან ვინც მას მიესალმება, მის ბოროტ საქმეს მოზიარეა. ბევრი რამ აქვს თქვენთვის მოსაწერი, მაგრამ ქაღალდითა და მელნით არ ვისურვე, რადგან ვიმედოვნე თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული. აი ნახეთ, სრული იყოს ჩვენი სიხარული. მოგიკითხავენ შენი რჩეული დისწულები, ამინ. ასე რომ მთავარი აქცენტი იმაზეა აქ გამოცხადების წიგნში, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ჯილდო, ან დაკარგოთ იგი და არა იმაზე თუ როგორი იქნება ის. და ეს ჯილდო მაგალითად სიხარულის გვირგვინი არ არის გვირგვინი, რომელიც სიხარულს იძლევა. ეს არის გვირგვინი, რომელიც თავად სიხარულია და სიხარულს ნიშნავს ეს. სიცოცხლის გვირგვინი არ არის ის გვირგვინი, რომელიც სიცოცხლეს გაძლევთ.
ეს გვირგვინი არის მარადიული სიცოცხლე. თავად სიცოცხლეა ეს გვირგვინი. უბრალოდ გვირგვინი არის გამოყენებული მეტაფორა ამ სიხარულის აღსაწერად. ეს გვირგვინი თქვენი სიცოცხლეა. სწორედ ამას ნიშნავს ეს. და როდესაც ის ამბობს, არავის მისცეთ უფლება წაგართვას თქვენი გვირგვინი, ანუ თქვენი სიხარული, ის გულისხმობს, რომ არავის მისცეთ უფლება ცოდვის გზაზე გადაგიყვანოთ და როგორმე რომელიც შეამცირებს თქვენ მარადილ ჯილდოს პოტენციალს. სწორედ ამას ამბობს ის აქ. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.